თანამედროვე მედიცინის განვითარება შეუძლებელია იმ გლობალური ძალის გარეშე, რომელსაც ხშირად Big Pharma-ს სახელით ვიცნობთ. ეს ტერმინი აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ და ბიოტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის Pfizer, Roche, Novartis, Johnson & Johnson, Merck, AstraZeneca და სხვა გიგანტებს, რომლებიც განსაზღვრავენ არა მხოლოდ წამლების ბაზარს, არამედ ზოგადად ჯანდაცვის, მეცნიერებასა და ეკონომიკის განვითარების ტემპს. Big Pharma ერთდროულად არის პროგრესის სიმბოლო და დებატების საგანი. იგი ასოცირდება როგორც ინოვაციებთან და სიცოცხლის გადამრჩენელ თერაპიებთან, ისე მაღალ ფასებთან და კომპანიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეთიკურ კითხვებთან. გლობალურ ჯანდაცვაში ფარმაცევტული სექტორი შეადგენს საშუალოდ დაახლოებით 15%-ს მთლიანი დანახარჯებისა, რაც წლიურად 1.7 ტრილიონ დოლარზე მეტს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ძირითადი დანახარჯები კვლავ ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ სერვისებზე მოდის, სწორედ მედიკამენტებია ის კომპონენტი, რომლებიც ყველაზე სწრაფად ცვლის დაავადებების ბუნებას და მკურნალობის შედეგებს. თანამედროვე მსოფლიოში ათეულობით მილიონი პაციენტის სიცოცხლე პირდაპირ არის დამოკიდებული იმ პრეპარატებზე, რომლებიც ამ ინდუსტრიაში და ამ კომპანიების მიერ იქმნება. დღევანდელი ფარმაცევტული ბაზარი ძლიერ კონცენტრირებულია. დაახლოებით 10-15 გლობალური კომპანია ქმნის ინდუსტრიის ძირითად ფინანსურ და სამეცნიერო ძალას. მათი წლიური შემოსავლები ხშირად 50-დან 100 მილიარდ დოლარამდეა. ხოლო კვლევასა და განვითარებაში ისინი ყოველწლიურად ათეულობით მილიარდ დოლარს დებენ. სწორედ ამ ინვესტიციების შედეგად იქმნება ის ინოვაციები, რომლებიც განსაზღვრავენ თანამედროვე ბიომედიცინას, გენომიკიდან იმუნოთერაპიამდე. ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებაში Big Pharma-ს როლი განსაკუთრებულია. ბოლო ათწლეულებში მოხდა ბიოლოგიისა და მედიცინის კონვერგენცია, რამაც შესაძლებელი გახადა დაავადებების მოლეკულურ დონეზე გაგება და მათზე ზემოქმედება. ამ პროცესის შედეგია მიზნობრივი თერაპიები, იმუნოთერაპია, მონოკლონური ანტისხეულები და გენური თერაპიები. ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს უკვე კლინიკურ პრაქტიკაშია დანერგილი. ამავე დროს ფარმაცევტული კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ აკადემიურ სექტორთან, რაც კიდევ უფრო აჩქარებს ინოვაციის ციკლს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ინდუსტრიამ განიცადა ტექნოლოგიური რევოლუცია. ბიოტექნოლოგიურმა პრეპარატებმა, მესენჯერ RNA-ის პლატფორმებმა და პერსონალიზირებულმა მედიცინამ სრულიად შეცვალა დაავადებების მკურნალობის პარადიგმა. განსაკუთრებით გამორჩეულია იმუნო-ონკოლოგიის განვითარება. მაგალითად, კიტრუდა, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი პრეპარატია და მრავალ ონკოლოგიურ დაავადებაში გამოიყენება. პარალელურად მეტაბოლურ დაავადებებში დაიწყო ახალი ეპოქა. ოზემპიკი, ვეგოვი, მაუნჯარო არა მხოლოდ დიაბეტის, არამედ სიმსუქნის მართვაში რევოლუციურ ცვლილებებს იწვევს და საერთოდ თანამედროვე ფარმაცევტული ბაზარი რამდენიმე ძირითად მიმართულებაზეა კონცენტრირებული. ონკოლოგია, იმუნოლოგია, კარდიომეტაბოლური დაავადებები და ინფექციური პათოლოგიები. თითოეული ამ სფეროში არსებობს ეგრეთ წოდებული ბლოკბასტერები, პრეპარატები, მედიკამენტები, რომელთა წლიური გაყიდვები 10 მილიარდ დოლარს აღემატება. მაგალითად, კიტრუდას გაყიდვები 30 მილიარდ დოლარზე მეტია, ხოლო დუპიქსენტი და სკაირიზი ლიდერობენ იმუნოლოგიაში. კარდიოლოგიაში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს ელიკვისი, ხოლო ინფექციურ დაავადებებში პიკტრაპი, აივ ინფექცია შიცის სამკურნალოდ გამოყენებადი ყველაზე თანამედროვე პრეპარატი. ამავე დროს ინდუსტრიის განვითარებაში სულ უფრო დიდ როლს თამაშობს ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება ახალი მოლეკულების იდენტიფიკაციაში, კლინიკური კვლევების ოპტიმიზაციაში და დიდი მონაცემების ანალიზში. მომავალში მოსალოდნელია, რომ წამლის შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება და გაიაფთება, რაც კიდევ უფრო გააზრდის ინოვაციის ტემპს და ხელმისაწვდომობას. ამრიგად Big Pharma წარმოადგენს უნიკალურ სისტემას, სადაც იკვეთება მეცნიერება, ტექნოლოგია, ეკონომიკა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. ეს არის ინდუსტრია, რომელიც ერთდროულად ქმნის მილიარდობით დოლარის ეკონომიკურ ღირებულებას და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს აძლევს შანსს. სწორედ ამიტომ მისი
როლის გააზრება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.